მითია თუ რეალობა, რომ ახალი ჩვევის გამომუშავებას 21 დღე სჭირდება? გააჩნია. დღეების რაოდენობა დამოკიდებულია ორ რამეზე. პირველი, რამდენად რთულია ეს ჩვევა და მეორე, რამდენად მონდომებული ხარ შენ. მაგალითად, ამბობენ დიდით ერთი ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოაო, მაგრამ აი ვარჯიშის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ლონდონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, თუ ჩვევა მარტივია, მაშინ 21 დღე საკმარისია, მაგრამ თუ რთულია, მაშინ 66 დღე, ანუ 2 დღეზე ცოტა მეტი დაგჭირდება. იმისთვის, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევის გამომუშავება გაგიმარტივდეს, ეს 5 რჩევა გამოგადგება. პირველი, დაიწყე მცირედით. მაგალითად, თუ გინდა რომ წიგნის კითხვა შეგიყვარდეს, მაშინ დაიწყე დღეში 1 გვერდის წაკითხვით. შემდეგ შეგიძლია ნელ-ნელა გაზარდო რაოდენობა. მეორე, გაიმეორე ზუსტად იგივე დროს. შენს ორგანიზმს აქვს მეხსიერება და თუ მაგალითად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ივარჯიშებ, დაღლას ნაკლებად იგრძნო. მესამე, დაუკავშირე ახალი ჩვევა უკვე არსებულს. მაგალითად, როცა მეცადინეობას მორჩები, შეგიძლია შემდეგი დილისთვის ჩანთა ჩაალაგო. ასე დილისთვის ნაკლები საქმე და ძილისთვის მეტი დრო დაგრჩება. მეოთხე, ჩაინიშნე პროგრესი. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენს პროგრესს ვიზუალურადაც ხედავდე. ამისთვის შეგიძლია ციფრული აპლიკაციები გამოიყენო, მაგრამ მე სფერადი ვარსკვლავები და კალენდარი მაქვს. მეხუთე, გაასაჩუქრე შენი თავი. პრიზები, ჯილდოები და საჩუქრები შენზე პოზიტიურად მოქმედებს. მაგალითად, თუ 10 დღის განმავლობაში ყოველდღე წაიკითხავ წიგნს, ჯილდოს სახით შეგიძლია კინოში წახვიდე. და შენ რომელი ჩვევის გამომუშავება გინდა? დაგვიწერე კომენტარებში.